სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. დიდი მართვის მეოთხე კვირას ეკლესია აღასრულებს სენებელს. ღირსი მამის იოანეს სინელის, კიბის აღწერილის, ეკლესიის დიდი მოძღვარის და მონაზვნობის მასწავლებელის, რომელიც სულიერი თვალით ადამიანთა გულების სიღრმეებსა და იდუმალ კუნჭულებს ჭვრეტდა. სინასმთა ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია ქრისტიანთათვის. აქ უფალმა მოსეს მეშვეობით კაცობრიობას მისცა ათიმცნება. ბიბლიის საფუძველი. სინასმთაზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ბინადრობდნენ განდეგილები, ფსალმუნთა გალობასა და გულისხმიერ ლოცვაში ატარებდნენ ცხოვრებას. სულის ხოვნების საფუძვლად კი არა გარეგანი წესების შესრულებად, არამედ შინაგან ცხოვრებას, გულისა და გონების სიწმინდეს თვლიდნენ. მე მინდა გავიკითხოთ იოანე კიბის აღწერილის შესახებ წმინდა მამათა სწავლებაზე დაფუძნებით არქიმანდრიტ რაფაელის თხრობა. სინასმთაზე გაატარა თავისი სიცოცხლე იოანეს სინელმა, კიბის აღწერელმა. კიბის აღმწერელს მას თავისი უკვდავი წიგნის კიბის სახელწოდების მიხედვით უწოდებენ. ამ წიგნში აღწერილია სულიერი ცხოვრების გზა, კიბის იმ 30 საფეხურის სახით, რომელთაც ადამიანის სული მიწიდან ზეცას ახავთ. რიცხვი 30 სიმბოლურია, გამოხატავს მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრების წლებს სახარების ქადაგების დაწყებამდე. გადმოგცემთ წმინდა იოანეს სინელის სწავლებას 8 ბნების, ცოდვის 8 სათავის შესახებ. პირველი წყული, რომელიც ალპობს და ხსნის ჩვენ სულს, ნაპროვანება, ხორმუცელობა. ძველად იტყობდნენ, ადამიანმა უნდა ჭამოს, რათა იცოცხლოს, სხეული განიმტკიცოს და არა იცოცხლოს იმისათვის, რომ ჭამოს. მუცელ ღმერთთა ჰგავს მოარულ სამზარეულოს, რომელშიც განუწყვეტლივ იხარშება საჭმელი. ის თითქოს განუწყვეტლივ თუხთუხებს და ორთქლი ასდის. ასეთ კაცს არ ძალუძს გონებით ამაღლდეს ღმრთისაკენ. ისევე როგორც გათქვირებულ ფრინველს არ შეუძლია მაღლა აფრენა. ღორმუცელა თითქოს მთლიანად სხეულად არის ქცეული. წმინდა მამები გვასწავლიან, ტრაპეზთან უნდა ვისხდეთ მოწიწებით. გვახსოვდეს საკვები ღმრთის წყალობა. ჭამის დროს არ შეიძლება უქმი მეტყველება, ხუმრობა, სიცილი, განსაკუთრებით კი განკითხვა. ნეტარ ავგუსტინეს იპონიელ ეპისკოპოსს სატრაპეზოში გამოკრული ჰქონდა წარწერა. აქ ადამიანებს არ განიკითხავენ. პატერიკში მოთხრობილია, ბერები ტრაპეზთან რომ ისხდნენ, ერთ მათგანს აეხილა სულიერი თვალები და იხილა. იმ მონოზვნებთან, რომლებიც ჭამის დროს სიმდაბრის გრძნობით იყვნენ აღსილნი და ყოველი ლუკმისათვის, ყოველი ყლუპი წყლისათვის მადლობდნენ ღმერთს, ანგელოზები იდგნენ და თაფლით ყვებავდნენ. სხვები მუდმივად რომ შეექცეოდნენ საჭმელს და გულში იესოს ლოცვას წარმოსთვალდნენ, რაღაც ციურ სასმელს სვავდნენ. იმათგან კი ვინც იცინოდა, განიკითხავდა, ყვებოდა სასაცილო ამბებს მონასტრის ცხოვრებიდან, ეშმაკები მიდიოდნენ და შეუბილწავდნენ საჭმელს. იმისათვის, რომ ღორმუცელობა დავძლიოთ, იოანე კიბის აღწერელი გვიჩევს. ჭამის წინ მთელი გულით ვილოცოთ უფლის მიმართ. აგრეთვე ტრაპეზთან ჯდომის დროს გვახსოვდეს, დადგება დრო, როცა
თვითონ ჩვენი სხეული გადაიქცევა საკვებად მატლებისათვის. გავიხსენოთ ჯვარცმულ მაცხოვარს, ასევე ასვეს ძმარი და ნაღველი. მეორე წყლული, მეორე ცოდვა, სიძვა, ვისაც სურს მოერიოს სიძვას და ნაპოვანების ვნებას არ ებრძვის, გავს ადამიანს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს და ამ ცეცხლში თივას ხრის. როგორ ვებრძოლოთ სიძვას? შევიყვაროთ დამდაბლება, შევსვათ შეურაცხყოფა და ცივის სამება, ვით სამკურნალო გამწმენდელი სასმელი, გვირჩევს კიბის აღწერელი. დაბალნი უნდა ვიყოთ ყველაფერში, შინაგანად ჩვენს გულებშიც და გარეგნულადაც ჩაცმულობის მხრივ ადამიანებთან ურთიერთობაში. ამას გარდა აუცილებელია მოვერიდოთ სასტურის შექმნის ყოველგვარ მიზეზს და საბაბს. ამ ვნებას გაქცევით უნდა ვებრძოლოთ, ისევე როგორც უფსკრულის პირას მდგომი ადამიანი ერთი ხელის კვრითად შეიძლება დაიღუპოს, ამ დილწ ვნებაშიც იოლად ეფლობა ადამიანი, თუ განსაკუთრებულ სიფრთხილეს არ გამოიჩენს და თუ უფსკრულისაგან შორს ვდგავართ, სასტური კი გვეძახის და გვითხრევს, ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიყვიროთ, მოვეჭიდოთ ხეებს, ბუჩქებს და თავი შევიკავოთ. მესამე ვნება არის მრისხანება. იგი აღიძვრის მაშინ, როცა ჩვენი სურვილები არ სრულდება. იმისათვის, რომ ეს ვნება დავძლიოთ, საჭიროა გულგრილნი ვიყოთ ყოველივე ამ ქვეყნიურისა და წარმავალის მიმართ. როგორ ვებრძოლოთ მრისხანებას? ჯერ ჩვენს გულში უნდა ვძლიოთ მას, სანამ ამას შევძლებდეთ, მანამდე დადუმება ამ ვნებაზე გამარჯვებას უდრის. შემდეგ იოანე სინელი გვირჩევს, გავიხსენოთ ჩვენი შემაწუხებლის ღირსებები, მისი სიკეთე, რამე თუ მრისხანების ჟამს გვეჩვენება, რომ იგი ყოველგვარი ბოროტებითა და ბიციერებით არის სავსე. ამავე დროს გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები და მრისხანება ჩაცხრება. წმინდა მამები გვირჩევენ, მრისხანების დროს დადუმება თუ არ შეგიძლია და მაინც პასუხი უნდა გასცეთ მეტოქეს, მაშინ თქვენს გონებაში 33 ჯერ წარმოთქვით იესოს ლოცვა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეთ. ასე რომ მრისხანების დაძლევა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს, ხოლო ამ ვნებასთან ბრძოლის მეორე ეტაპი მრისხანე აზრების დათბუნვაა. მეოთხე ვნება არის ვერცხლის მოყვარეობა, ფულის სიყვარული. იოანე სინელი გვასწავლის, რომ ვერცხლის მოყვარეობა ღმრთის სასუების დაკარგვაა. პავლე მოციქული მას ფარულ კერპთაყვანის მცემლობას უწოდებს. ვერცხლის მოყვარეობის სხვადასხვა სახე არსებობს. სიძუნწე. ადამიანს ისე უჭირს რაიმეს გამეტება, როგორც საკუთარი ხელის მოჭრა. სიხარბე. სიძუნწე შეერთებულია შეძენის სულელთან. სახმართ მოყვარეობა, ნივთების სიყვარული და ასე შემდეგ. ზოგჯერ ადამიანი ფულს აგროვებს თითქოს იმისათვის, რომ სხვებს დაეხმაროს. ეს სიცრუეა. ფულს რომ დააგროვებს ადამიანი, უსულგულო ხდება თავისი ახლობლებისა და მეგობრების მიმართაც კი. ფულის სიყვარული საშინელი სემია. ამ ვნებამ ჩაადენინა იუდას ყველაზე გულშესაზღვრი ცოდვა, მაცხოვრის გაცემა. ფულის მოყვარე ადამიანის ცხოვრება სავსეა მწუხარებით, რამე თუ იგი მრისხანე ბატონის მონაა. ხშირად ხდება ვერცხლის მოყვარენი უცაბედად, მოუნანიებლად კვდებიან. ეს სასჯელია მათთვის, რადგან თავიანთი გული სულიწმინდის სამკვიდრო ფულის ქისად გადააქციეს. მეხუთე წყლული, მეხუთე ვნება არის მოწყინება, ნაღლობა. მას შეიძლება უწოდოთ სიკვდილის სიკვდილამდე. ნაღლობას ჩვეულებრივ საწუთოსა და წარმავალის ზედმეტი შეყვარება იწვევს. ადამიანი ცხოვრებაში ეძიებს იმას, რისი მიღწევაც შეუძლებელია ამ ქვეყნად. იგი ეძიებს ბედნიერებას,
მის თვალწინ კი ყოველდღიურად ბანკოს კოხებივით ინგრევიან და აჩრდილებივით ქრებიან ბედნიერების მოჩვენებები. ადამიანი ეძიებს მუდმივობას, აქი ყოველივე იცვლება, მოძრაობს, ჩანჩქერივით უფსკულში ეშვება და სიკვდილის გაუმაძღარ ხახაში ინთქმება. ადამიანი ეძიებს სიმშვიდეს, ირგვლივ კი დაუსრულებელი ფორიაქია, ისევე როგორც ტალღა ეხეთქება ზღვის ნაპირს და კვლავ ზღვის სიღრმეს უბრუნდება. აუსრულებელი სურვილებიც ახლა უკვე მწუხარებად, ტკივილად ქცეულნი მის სულშივე ბრუნდებიან. მეექვსე ვნება მოწყინება მსგავსია მეხუთისა ნაღლობისა. იგი უფრო სასტიკ ვნებაში, ურვაში, მწუხარებაში გადაიზარდება ხოლმე. მწუხარი ადამიანი გავს დაჭრილ, დამწყდეულ მხედს, რომელიც გადარჩენას ვერსად ხედავს. მწუხარება ღმრთის იმედის დაკარგვაა. მწუხარება ადამიანებისადმი სიძულვილია. მწუხარეს მთელი ცხოვრება ბოროტი და ფუჭი ხუმრობა ჰგონია. ეჩვენება რომ ბნელ ხაროში ჩავარდა, საიდანაც ვეღარ ამოვა. ეჩვენება რომ სამყარო ეს უსულგულო მექანიზმი მალე მწერივით გასრეს. მწუხარი ადამიანი გარემომცველ სამყაროში ხედავს არა ღმრთის სიბრძნესა და ნებას, არამედ რაღაც შავ ქაოსს. მწუხარების დასასრული არის სასოწარკვეთა და ღმრთის წინააღმდეგ ბრძოლა. წმინდა მამები გვირჩევენ, მწუხარება რომ შეგიყვოთ, ხმამაღლა მკაფიო წარმოთქვით იესოს ლოცვა. უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისეო შემიწყალე მოცოდვილი. ან წაიკითხეთ ფსალმუნები, რადგან ფსალმუნთა კითხვით განიდევნებიან ბოროტის სულები. სევდიანობისაკენ მიდრეკილმა ადამიანმა უნდა აღიაროს თავისი ცოდვები, ბავშვობაში ჩადენილი ცოდვების ჩათვლით. ამ ვნების დაძლევისათვის აუცილებელია აგრეთვე მორჩილება. ღირსი დოროთე წერს, მორჩილმა ნაღლობა არ იცის, ის მუდამ სიხარულით არის სავსე. მეშვიდე ვნება არის ცუდმედიდება, პატივმოყვარეობა, სწრაფვა ადამიანთა ქების დამსახურებისაკენ. ღრალი ბინძური სასმელის დაუოკებელი სმა. ცუდმედიდობა პარაზიტი მცენარესავით ფიტავს და აცარიელებს ადამიანს. ეს ვნება ყველა სათნოებას მანკიერებად აქცევს, როგორც გველი გარდაქმნის ყვავილთა ნექტარს შხამად. ცუდმედიდობას უნდა ვებრძოლოთ დუმილით, უბრალოებით ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩაცმულობისა თუ ყვების მხრივ. ივანე ოქროპირი თავისი უბრალოების გამო აქებდა ერთ დიდგვაროვან ქალს, ოლიმპიადას. იგი არც მისი უზარმაზარი შესაძლებლობების შესაფერის ძვირფას ტანსაცმელს ატარებდა და არც მეტისმეტად ღარიბულად გამოიყურებოდა. ეცვა უბრალოდ სხვებისაგან არაფრით გამოირჩეოდა. მერვე ვნება არის ამპარტავნება. სიამაყე. ყველა ვნებაზე სასტიკი და ყველაზე დამღუპველი. ამპარტავნებამ ცანი შეარყია. ბრწყინვალე ნათლით მოსილი ანგელოზი დემონად, ბნელ შესაძლავს სულად აქცია. ამპარტავნებამ პირველი ადამიანები სამოთხიდან გამოდევნა. ჩვენ კი გაჭირვება და მწუხარება გვარგუნა მემკვიდრეობით. ამპარტავნება უფრო საშინელი რამ არის, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ვნება ერთად აღებული. ეშმაკს მხოლოდ სიმდაბლით დავამარცხებთ. სიმდაბლე ბოროტი ძალების წინაშე კაპიტულიაცია როდია. პირიქით, სწორედ მოღვაწეები იყვნენ დაბალნი, მაგრამ იმდენად ზულდა ცოდვა, რომ ცოდვის ჩადენას სიკვდილს ამჯობინებდნენ. სიმდაბლე არის სწორი შინაგანი სულიერი თვითშეფასება, საკუთარი ცოდვების, უღირსების გაცნობიერება, ღმრთის შემწეობის საჭიროების მუდმივი შეგრძნება. სიმდაბლე არის ყოველი ადამიანის ღმრთის ხალხისა და მსგავსისადმი პატივისცემა. სიმდაბლე ყველა ვითარებაში საკუთარი თავის დადანაშაულებას ნიშნავს. დაბალი თავის კნინ ადამიანურ ძალებს ღმრთის შემწეობით ივსებს. ამაყი შინაგანად უარყოფს ღმრთის შემწეობას. მუდამ კმაყოფილია საკუთარი თავით. თითქოს არაფერი სჭირდება. ფიქრობს, ჩემი ძალებით, ჩემი ღირსებებით მოვიპოვებ სეციურ სასუფეველსო.
მას ღმერთზე დამოკიდებულების გრძნობა არ აქვს და საკუთარ თავს შესწრფის. ამას არ შეუძლია ქრისტიანი გახდეს, რამე თუ ემოციურად თუ სულიერად უცხოა ქრისტესთვის. ყოველი ჩვენგანის გვერდით დგას მასტური, დემონი. ჩვენ ყველა თითქოს უფსრულის პირა, სულიერი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამ პატამას ეს ავიწყდება, იგი გავს ავადმყოფს, რომელსაც თავი ჯანმრთელი ჰქონია. მისი ტრაგედია ისაა, რომ დემონის ძალაუფლების ქვეშ ექცევა და მისი ყურმოჭრილი მონახდება. წმინდანები მრავალგვარი ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი, მაგრამ იცოდნენ, რომ ნიჭი ღმრთისგანაა, საკუთარი თავი კი უღლისად მიაჩნდათ. ჩვენ ყველაფერი ჩვენი გუგონია. ამჟამად აშკარად აღარ ხდება სასწაულები, კურნებები. რატომ? ჩვენი ცხოვნებისათვის. სასწაული რომ ხდებოდეს, ამას ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს მივაწერდით და არა ღმერთს. და ამით კიდევ უფრო ქედმაღალნი გავხდებოდით. უფალი გპასუხობს ლოცვაზე და გამუდმებით ახდენს სასწაულებს, ოღონდ ფარულად. რამე თუ იცის აშკარა სასწაული, კიდევ უფრო გაგვაამპარტავნებს. ღირსი მამის იოანე ხიდის აღწერების ლოცვებით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ ამინ. ღმერთმა გაგლოცოთ და გაგლოცოთ.